ეს პირველი ვიდეო ინდოეთში გადაღებული წყვილის მოგზაურობას ასახავს. მათ ღამის 10 საათზე გადაწყვიტეს მოტოციკლით სასტუმროსკენ დაბრუნება, თუმცა 16 კილომეტრის გავლის შემდეგ მიხვდნენ, რომ არასწორი გზით მიდიოდნენ. იმის გამო, რომ საკმაოდ გვიანი იყო, გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ და მთავარ გზას გაჰყოლოდნენ. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ გზის პირას თეთრებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა. ქალი უბრალოდ იდგა და საერთოდ არ რეაგირებდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ადგილი მთლიანად უკაცრიელი იყო და აქამდე ცივილიზაციის კვალი არ ჩანდა. ვინ იყო ეს ქალი და რატომ იდგა შუა ღამით ასეთ ადგილას, კვლავ საიდუმლოდ რჩება. ეს სატვირთოს მძღოლი უდაბნოში გადაადგილდებოდა, როდესაც წინ გიგანტური ნაცრისფერი ღრუბელი შეამჩნია. ის ფიქრობდა, რომ ეს ქარიშხალი იყო, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა, გაირკვა, რომ ეს იყო არა ღრუბელი, არამედ უზარმაზარი კალიები, რომლებიც პირდაპირ მანქანას ეჯახებოდნენ. მათმა რაოდენობამ იმდენად მოიმატა, რომ მძღოლისთვის გზის დანახვაც კი შეუძლებელი გახდა. მძღოლისთვის ეს უდავოდ საშინელი და შემზარავი სცენა იყო. ეს შემთხვევა 2017 წელს მალაიზიაში მოხდა. დეშქემის კადრებში ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც გვიან ღამით ქარიან ამინდში მანქანით გადაადგილდებიან. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, მაგრამ როცა მოხვევას იწყებენ, გზის შუაგულში ფეხით მოსიარულე თეთრებში ჩაცმული ფიგურა ჩნდება. Okay, that's a bit scary. Yeah. That's a bit scary. That is very scary. That's All right, my traction control just came on. yeah, that's no good. შეშინებული მძღოლი და მისი მეგობარი მაშინვე აჩერებენ მანქანას და უკან მობრუნებას ცდილობენ, რომ სხვა გზით განაგრძონ გზა. ვიდეო არ გვთავაზობს ვრცელ ახსნას თუ ვინ ან რა იყო ეს ფიგურა და რატომ იჯდა გვიან შუა გზაზე. $2018 წლის 15 ოქტომბერს პოლიცია გადატვირთული იყო საგზაო ზარებით. მძღოლები უწყებოდნენ, რომ უცხოური სანომრე ნიშნებით მანქანა Subaru Forester, რომელიც კარავანს მიათრევდა, გზის საწინააღმდეგოდ მარცხენა ზოლში სრული სისწრაფით მოძრაობდა. მანქანის მძღოლმა ასე მთელი 7 წუთი იმოძრავა, სანამ ბოლოს ავარიაში არ მოყვა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე დეშქემმა შეძლო ამ შემზარავი კადრების გადაღება, სადაც ჩანს, როგორც ცდილობენ სხვა მძღოლები მის არიდებას. დასასრულს ავარიამ იმდენი მანქანა ჩააყენა ჯაჭვურ შეჯახებაში, რომ გზატკეცილი დროებით დაიკეტა. ამ ვიდეოში გვიან ღამით სახლში მიმავალი მამაკაცი გზის პირას უცნაურ ფიგურას ამჩნევს. მძიმე სიბნელეში და განათების გარეშე ის კამერას რთავს და მას ნელა უახლოვდება. Oh my car in reverse. There was somebody walking in that distance. It looks really sketchy. It's like right under that sign over there. Let me try to zoom it in for you guys. See if you guys can see anything. No, I'm gonna have to put the lights over there for the car. I'm trying to get you guys a picture of this. But this thing is scary as I have never seen no one look like this or be like this. See if you guys can see it with the light down there. Oh no, still too far. I'm getting on the road here by it and I don't see nothing still. Let's zoom it out. Where did they go? I don't know where they went. What the f? He's standing like under the sign over there. I don't know if you guys can see that. He's legit like standing under that sign right there.
just like right there on the side of the road. როდესაც მძღოლი მაღალ შუქებს რთავს, გზის პირას შავი მაისურითა და მუქი ჯინსით ჩაცმული მამაკაცი ჩნდება. მას ასევე ნიღაბი უკეთია. მისი სხეულის ენა უცნაურია, მაგრამ ყველაზე შემზარავი მომენტი მაშინ დგება, როდესაც მძღოლი მას უახლოვდება. უცნობი უცებ მანქანისკენ გარბის, კარს ხელს ადებს და ცდილობს მის გაღებას. ვინ არის ეს ადამიანი და რატომ არის მარტო უკაცრიელ გზაზე, შუაღამით უცნობია, მაგრამ წარმოდგენაც კი ძნელია, რა მოხდებოდა მაშინ, უცნობ პიროვნებას კარი რომ გაეღო. წლის ერთ ღამეს დაახლოებით საღამოს 7 საათზე ერთმა მძღოლმა უცნაური რამ შენიშნა. გზატკეცილზე მოძრაობისას მას შენიშნა ქალი, რომელიც მოძრავი მანქანის საბარგულზე იჯდა. მანქანა დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ქალი არაფერს ეჭიდებოდა. ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა და ქალი გადავიდა, შემდეგ კი აგრესიულად შეეცადა კარის გაღებას. ვიდეო აქ უკვე მთავრდება და უცნობია, რამ გამოიწვია ეს უცნაური სიტუაცია. ეს დეშქემის კადრები 2017 წლის ოქტომბერში კალიფორნიის ტყის ხანძრების დროს გამოქვეყნდა. ვიდეო სულ 11 წამის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერში გავერკვეთ. I just had someone from the fire department in here and dispatch. I asked him, he said he is unaware of which way the fire is going. They have so many fires, they can't really keep track at this point, and they also cannot answer the fire. ვიდეოში მძღოლი ცდილობს თავი დააღწიოს ცეცხლმოკიდებულ უბანს. გზის ორივე მხარეს ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლში გახვეულია ხეები და ნიადაგი. ვიდეოს შუაში კი ჩანს, რომ ცეცხლის წვიმა იწყება, რაც მთელ სცენას კიდევ უფრო შემზარავს ხდის. ეს კადრები 2012 წელს რუსეთში უკაცრიელ გზაზეა გადაღებული. კამერაში მალევე ჩნდება ხის ტოტები და გზაზე დალაგებული რამდენიმე ბოთლი, რომლის მიზანიც გზის ხელოვნურად დაბლოკვაა. მის გვერდით გაჩერებულია მანქანა, რომელსაც ავარიული შუქები აქვს ჩართული. როგორც ჩანს, გზის დაბლოკვა მისით შეაჩერა. შემდგომ ორივე მძღოლი მანქანიდან გადმოდის, რათა გზა გაწმინდონ. მაგრამ მერე, მოულოდნელად, შორიდან სხვა მანქანის ფარები ჩნდება. ამავდროულად გზის პირას ორი უცნობი ადამიანი გამოჩნდა. მრავალმა კომენტარმა ამ ვიდეოზე დაასკვნა, რომ ეს სავარაუდოდ წარუმატებელი ჩასაფრების მცდელობა იყო. გზის დაბლოკვა სპეციალურად უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რათა მძღოლები მანქანიდან გადმოსულიყვნენ და დაუცველნი ყოფილიყვნენ. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ თავდამსხმელები ან გზაზე გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ, ან გზის პირას მდგომი უცნობები იყვნენ. ეს მართალია თუ არა, ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით ვიცი. ეს ნამდვილად შემზარავი სანახაობა იყო.